ვაგრძელებ ლექციას. თარგმნის პროცესი სამ თანმიმდევრულ ფაზას გულისხმობს. ეს არის გაგება, ტექსტით გადმოსაცემი აზრის ასიმილირება ავტორისეულ აზრთან, შემდეგ დევერბალიზაცია, წარმოთქმული სიტყვების დავიწყება და აზრის დამახსოვრება და მესამე ეს არის აზრის ხელახალი გადმოცემა, სამიზნე ენაში აზრის ხელახალი ფორმულირება. დევერბალიზაცია აუცილებელია, რომ შევძლოთ მრავალი სავარაუდო ეკვივალენტის აღდგენა. თარგმნელისა და თარჯიმნის პროფესიები დიდ ენერგიას, ხარისხსა და ცოდნას მოითხოვს. ორივე პროფესია სჭირდება კვალიფიკაციის მაღალი დონე, რაც უფრო მდიდარია ქვეყანა, მით უფრო დიდ ყურადღებას ანიჭებს ის ზეპირი თუ წერითი თარგმნის ხარისხს. ჩვენ ვისაუბრეთ ზოგადად განსხვავებაზე ქვეყნებს შორის ტრადიციებზე, მენტალიტეტზე, ჩაცმის, კვებისა და ყოფა-ცხოვრების მიხედვით და ეს განსხვავება საკმაოდ დიდია. თუ ავიღებთ ცალკეულ ქვეყნებს, საფრანგეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ინგლისს, ესპანეთს, იტალიას და გერმანიას, აბსოლუტურად განსხვავდება. და შესაბამისად, ამიტომ არიან ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავებული. თუმ ამ დეტალებზე ახლა არ ვისაუბრებთ, ის უკვე სემინარებზე შეიძლება იყოს განხილული უფრო დაწვრილებით და სხვა მაგალითებისა და ვიდეო მასალის ნახვით და ჩვენებით. ზოგიერთებისათვის თარგმნა ნიშნავს ტრანსკოდირებას, ანუ ერთი ენიდან მეორეზე გადასვლას. ერთი ენის ნიშნების გადაყვანას მეორე ენის ნიშნებზე. მაგრამ ასე მხოლოდ ისინი ფიქრობენ, ვიც ამაში ჩახედული არ არის. თუ მიაჩნიათ, რომ თარგმნა არა მხოლოდ ერთი ნიშნების გადაყვანა სხვა ენის ნიშნებზე და საჭიროდ წინასწარ ამ ნიშნების შესაბამისი მნიშვნელობის ცოდნა, რათა მოვძებნოთ შინაარსობრივი შესატყვისი სხვა ენაზე. ჩვენ მნიშვნელობას უწოდებთ იმას, რომელსაც სიტყვა იღებს მეტყველებაში. ენა ანიჭებს სიტყვას მნიშვნელობას, მაგრამ მეტყველება მას ამდიდრებს ცნებებით, რომელიც წარმოუდგენელია მხოლოდ ლექსიკოგრაფიული თვალსაზრისით. კომუნიკაციაში აზრი გამოიყოფა სიტყვებისა და ფრაზების ჯაჭვიდან. ერთი მეორეს ავსებს, მაგრამ ასევე აქვს თავისი მნიშვნელობა. აზრის აგება ხდება იმის მიხედვით, თუ როგორ მიმდინარეობს საუბარი. ჩვენ ვისაუბრეთ მეტყველების მნიშვნელობაზე და ახლა ვისაუბრებთ თვითონ აზრის გადმოცემაზე. რომ აზრი ეს არის თარგმნის კვლევის ობიექტი. აზრის გადმოცემა იქნება ეს ბანალური თუ რთული, რომელიც ენის საბოლოო დანიშნულებას წარმოადგენს, ადამიანებს შორის ურთიერთობის დამყარების ძირითადი ელემენტია. იგი აგრეთვე თარგმნის კვლევის ობიექტიცაა. შეიძლება გვეფიქრო, რომ თარგმანი არის ვარჯიში, ანუ ერთი ენისა მეორის მიმართ, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ მოვძებნოთ ერთ ენაში სიტყვები და გრამატიკული სტრუქტურები, რომლებიც შეესაბამება მეორე ენაში არსებულ სიტყვებსა და გრამატიკულ სტრუქტურებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თარგმნის აუცილებლობა უშუალოდ გამომდინარეობს კომუნიკაციის აუცილებლობიდან. და ეს უკანასკნელი ერთი ენის შეგნით კი არ არსებობს, არამედ როდესაც კომუნიკაცია ხდება შუამავლის მეშვეობით, როდესაც ორ ენას შორის თარგმნელის შუამავლობა აუცილებელია. განასწორი არაა ვიფიქროთ, რომ ერთი ენის შიგნით მიმდინარე კომუნიკაციის პროცესი ჰგავს იმ პროცესს, რომელიც აკავშირებს მთარგმნელს თავის ტექსტთან, ანუ ორიგინალთან. შემდეგ მის თარგმანს კითხველთან. თარგმნის დროს აქცენტი კეთდება უფრო მეტად გაგებასა და აზრის გამოხატვის პროცესზე, ვიდრე ენათა შედარებაზე. კომუნიკაციაში აზრი გამოიყოფა სიტყვებისა და ფრაზების ჯაჭვიდან. ერთი მეორეს ავსებს. მაგრამ ასევე აქვს თავისი მნიშვნელობა. აზრის აგება ხდება იმის მიხედვით, თუ როგორ
მიმდინარეობს საუბარი. თუ კი უეცრად შევაჩერებთ მეტყველებას, რათა მისგან გამოვყოთ რომელიმე სეგმენტი, შესაძლებელია გამოვყოთ ერთი ნაწყვეტი და გავაანალიზოთ შესწორებული ნაწილი, მაგრამ შეუძლებელი იქნება გამოვიტანოთ იმავდროულად აზრი, რომელიც მთლიანად კონტექსტში ითქვიფება. თუ თარგმნა არაა ტრანსკოდირება, არამედ გაგება და აზრის გამოხატვა, თუ რასაც ვგებულობ და გამოვხატავთ არის აზრი, საჭიროა რომ ყურადღება შევაჯიროთ იმ მძიმე უცნებაზე, რაც თარგმნის კვლევის ობიექტს წარმოადგენს და დავაზუსტოთ თუ რა არის აზრის ცნება. ავიღოთ ასეთი წინადადება. On nomme substitution une application de l'ensemble E sur lui-même, c'est-à-dire la transformation d'une permutation de ces quatre éléments en une autre permutation. Გასაგებია, რომ თუ მათემატიკა არ ვიცით, ვერ მიხვდებით ამ ფრაზას, ანუ ვერ გავიგებთ მის აზრს. რისი თქმა შემიძლია მისი წაკითხვისა და გადაკითხვის შემდეგ. გამოყენებული სიტყვების მიხედვით შეიძლება ვიფიქროთ, საქმე ეხება მათემატიკას. მეორე მხრივ, წინადადების სინტაქსი მიმახვედრებს, რომ ეს l'ensemble შედგება 4 ელემენტისაგან. გრამატიკისა და გამოყენებული სიტყვების მნიშვნელობის ცოდნა არ მაძლევს საშუალებას უფრო შორს წავიდე. მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტი ამ წინადადების გასაგებად ალბათ გამოიყენებს მისთვის ცნობილ ტექნიკურ ცნებებს, რომლის წარმოდგენაც ჩვენთვის შეუძლებელია. პირველი შთაბეჭდილება იმაში მდგომარეობს, რომ ტექნიკური მნიშვნელობების არ ცოდნა შეიძლება ხელი შეუშალოს ფრაზის გაგებას. ფაქტობრივად, ეს უცოდინარობა ერწყმის მის მეორე ეტაპს, თემატიკის არ ცოდნას. თემატიკის ცოდნა, ენის ცოდნა. ჩვენ ვიხილავთ ცოდნის ერთ-ერთ ასპექტს, რომელიც უფრო მეტად მნიშვნელოვანია ცნების დონეზე, ვიდრე თვით აზრის დონეზე. მასადმე, თემატიკის ცოდნა და ენის ცოდნა ეს სავალდებულოა სწორი თარგმანის განსახორციელებლად. თუ ენობრივ ცოდნას განსაზღვრავთ, როგორც ვერბალური მნიშვნელობის ზუსტ გაგებას და ზოგად ცოდნას, ანუ საერთო ცოდნას, როგორც პერიფრაზირებასა და ინტერპრეტაციას, რისი გაკეთებაც იქნებოდა შესაძლებელი მოცემული ცნებისათვის, დავინახავთ, რომ არ არსებობს კავშირი ენობრივ ცოდნასა და ზოგად ცოდნას შორის. რომ თუ კი საგნების დაყოფას მოვახდენთ, მაშინ ენა მხოლოდ ცოდნის საწყის გვაძლევს. მაგრამ თუ კი ენის შესწავლას უფრო გავაღრმავებთ, ეს პროცესი ერთგვაროვანი როდი იქნება. ამით შეიძლება ავხსნათ ის კონსტატაცია, რასაც თარგმნის დროს აკეთებენ. მხოლოდ ენის ცოდნა არ არის საკმარისი, რომ გაიგო თუ რას ამბობენ. და ამავე დროს გადათარგმნო, სწორად თარგმნო. სინამდვილეში ენობრივი გამონათქვამის გაგების პროცესი ეფუძნება ორი სახის ცოდნას. ესაა როგორც ენის, ასევე რელევანტური ცოდნა, რომელსაც გამონათქვამი გადმოსცემს. აზრის აღქმა დამოკიდებულია ამ ორი სახის ცოდნის ზუსტ შესაბამისობაზე. იმ სიახლესთან მიმართებაში, რასაც ენა გადმოსცემს. მასადამე, ზემოხსენებული წინადადების შინაარსი მნიშვნელობა ასე გადმოიცემა. მისი 4 ელემენტის ტრანსფორმაციის ურთიერთჩანაცვლება სხვა ურთიერთჩანაცვლებაში. საშუალებას გვაძლევს ჩავწვდეთ იმ ურთიერთობას, რაც არსებობს ენასა და საერთო ცოდნას შორის. პირველი, როგორც ყოველთვის, კომუნიკაციის დროს ცნობილია, მეორე კი მოცემულ შემთხვევაში უცნობია. ზემომოყვანილ მაგალითში არა მათემატიკოს კითხვას სრულად აქვს შეგნებული, რომ იცის ენა, მაგრამ მისთვის უცნობია თემატიკა. უმეტეს შემთხვევაში ასეთი განსხვავება თვალნათლივ არ ჩანს და შესაძლებელია გაჩნდეს როგორც ენობრივი, ასევე საერთო ცოდნის
აღრევის ტენდენცია. Როგორი ზედაპირულიც არ უნდა იყოს ინტერესი, რომელსაც ვავლენთ ასეთი ტექსტების მიმართ, როგორი შეზღუდულიც არ უნდა იყოს ის ზონა, რომელიც გაგვაჩნია ფურცეზე მოცემულ წინადადებასთან შედარებით, ის აზრი, რომელიც გამოგვაქვს მისი წაკითხვისას, ძალზე შეზღუდული, ბუნდოვანი, ზოგჯერ ცდარიც კი არის. უნდა აღვნიშნოთ, რომ თარგმანი ჭეშმარიტი გაგებით შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ კი იმ ადამიანის ცოდნა, რომელიც მას ასრულებს, ისეთია, რომ მეტყველება შეიძლება გარდაიქმნას აზრად, აზრი კვლავ გარდაიქმნას მეტყველებად. და კიდევ ერთი რამ, თარგმნელმა არასოდეს არ უნდა გამოიყენოს შედარებითი მეთოდი, რომ არ დაამახინჯოს თარგმანი. თარგმნის პროცესი თავისთავად ორ ნაწილად იყოფა. ესაა აზრის გაგება და მისი გამოხატვა. ყოველთვის ხდება ტექსტის და არა ენის თარგმნა. დისკურსში არსებობს შეზღუდული აზრის მქონე ერთეულები, რომელთა შინაარსი დროდადრო გასაგები ხდება. და ამას უწოდებენ სინეკდოხას. სინეკდოხა ბერძნული სიტყვა, ის რიტორიკული, ბერძნული წარმოშობის სიტყვა, ის რიტორიკული ტროპია, მეტონიმის ერთ-ერთი სახე, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: ზოგადის აღნიშნული სიტყვის შეცვლა კერძობითის აღნიშნულით, მთელის აღნიშნულისა, ნაწილის აღნიშნულით, მრავლობითისა, მხოლობითით და პირიქით. მაგალითად, ამბობენ ხშირად enfer, რაც რკინას ნიშნავს, ხმლის მნიშვნელობით. ჩვენ მანამდეც ვისაუბრეთ, აღნიშნეთ ინტერპრეტაცია და ახლაც მინდა გავიმეორო, რომ ინტერპრეტაცია ეს არის აზრის გაგება კონტექსტის მიხედვით. ეს არის აზრის კონტექსტუალური თარგმანი. ამგვარად თითოეული ცოდნა ვარირებს მოცულობისა თუ სიღრმის მიხედვით. იგი არ მოიცავს ყოველთვის ცოდნის ერთსა და იმავე სფეროებს. ეს იმას ნიშნავს, რომ არ ხდება იმის აღქმა, რაც არ გვესმის. ანუ არ ხდება არანაირი სახით ინტერპრეტაცია. ის რისი გაგებაც ვერ ხდება ბუნებრივად, არ აღიქმება შეგნებულად. ეს მოვლენა ჩნდება გარე სამყაროსა და აღქმა შორის ყოველდღიური ურთიერთქმედებისას. ადამიანის გონება ისეა მოწყობილი, რომ ის აღიქვამს მხოლოდ იმას, რაზეც შეუძლია იმსჯელოს. ხდება იმის კონსტატაცია, რომ რაც ყველაზე მარტივი, აშკარა გვეჩემენება, ეფუძნება დაკვირვების წინასწარ არსებულ სუბსტრატს, დედუქციას, რთულ და ნაკლებად აშკარა მსჯელობას. ეს სუბსტრატი იმის საშუალებას აძლევს ადამიანს მოახდინოს თითოეული აქტის, თვითსამეტყველო აქტის ჩათვლით კიბერნეტიკული თვისებების კოორდინირება. მისთვის ალბათ შეუძლებელი იქნებოდა ეფიქრა, რომ პერცეფცია არის უბრალო დაფიქსირება. აქ ლაპარაკია ჟან პიაჟეზე, რომელიც არის ცნობილი ლინგვისტი, მეცნიერი და რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის თარგმნის ინტერპრეტაციული თეორიის განვითარებაში. არ ხდება ზოგიერთი მოქმედების დაყვანა რეაქციის სქემიდან სუბიექტურ ინტერპრეტაციამდე. საჭირო იყო პიაჟეს
ეღიარებინა ინტერპრეტაციული სქემის არსებობა, რომელიც ჩართულია სუბიექტურ ინტერპრეტაციასა და რეაქციას შორის. ამგვარად აზრი არის, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ამას, გონებაში არსებული ენობრივი ფორმულირება, რასაც ქაღალდზე ვხედავთ და იმ ცოდნის შეხვედრა, ანუ თანხმედრა, რაც კითხვის დროს გაგვაჩნია.